ჩვენ ვიხსენებთ და ვსაუბრობთ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეზე, ადამიანზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა და თითქმის უმეტესობა ამ დღეებში ვისაც საუბრობთ, ხვდებით ან მის ეპოქაში დავიბადეთ, ან მისი ეპოქის მოქალაქეები ვართ. მათ შორის უნიკალური შემთხვევაა, რომ ყველა სასულიერო პირი დღეს, ფაქტობრივად ყველა სასულიერო პირი არის მისი ნაკურთხი, მის მიერ ხელდასხმული. სწორედ ერთ-ერთ მათგანს წარმოგიდგენთ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. მამა იოანე, დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ ძალიან ახალგაზრდა შეგმოსათ მის მოწმენდებამ, მისი კურთხევი დაიკვეცეთ ბერად და აი იმ პერიოდიდან ხართ სამებაში და მისივე გადაწყვეტილებით ჩაგვარდათ ეკონომოსობა, კეთილმოწესეობა. თავდაპირველად როდის შეხვდით პატრიარქს? აი და საერთოდ თქვენი სასულიერო გზა, თქვენ ეკლესიასთან კავშირი განაპირობა თუ არა მისი უწმიდესობის მოღვაწეობამ და მამამთავრობამ? დიდი წილად, რა თქმა უნდა, პატრიარქის პიროვნება ბევრი რამ განაპირობა. ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ჯერ კიდევ 91-12 წლის კალენდარში მისი ფოტო და რამოდენიმე ესე ფრაგმენტულად ღამის წირვაზე მამიდა თუ წამიყვანდა ხოლმე შობის ან აღდგომის ესე კონკრეტულად არ მახსოვს. მაგრამ უკვე როდესაც სამების ტაძარი გაიხსნა, ფაქტიურად მანამდეც კი აღსარება, ზიარება ცდილობდი ხოლმე, მაგრამ აი უკვე გახსნის დღიდან ფაქტიურად მამა ილია ნასიძე როდესაც დაინიშნა უკვე წინამძღვრად იმ პერიოდიდან უკვე ფაქტიურად ყველა ეტაპი სამებაში გავიარა, რომ მრევლიც, მერე სტიქაროსანი, სამურჩილე, მორჩილი, ბერი და ეს ყველაფერი 2000-ში უკვე დავრჩი მონასტერში და მერე კაბა შემოსეს და უკვე მალევე 2 წელიწადში აღკვეცა და შემდეგ უკვე ისე ჩქარა უწვინესმა ისე ჩქარა გამატარა ეს ეტაპები. მონაზნობიდან ერთი წლის ხდელიც არ ვეყავი არქიმანდრიტობა და მალევე მეორე ჯვარის გებიცა. ნუ კი ეს უწვინესი ძალიან დიდი წყალობა იყო და არის და რა ვიცი ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო და არის ყოველთვის იქნება. აი ჩვენ ახლა ამ დღეებში ვისმენთ ხოლმე ვიხსენებთ საერო ადამიანები, ვინც მასთან კავშირს იხსენებენ. თქვენ იყავით საპატრიარქო ტაძარში, მისი უწმინდესობის გვერდით, მისივე გადაწყვეტილებით ცხადია, იმიტომ რომ წინამძღვარი ბრძანდებოდა პატრიარქი და მის გარეშე ერთ-ერთი თანამდებობა, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ხარისხი ვერ ხდება. როგორი იყო აი თქვენთან მიმართებაში? ყველა მღვდელი იხსენებს და მათ შორის ძველი მღვდლები, მღვდელმთავრები, რომ ძალიან დიდ პატივს მიაგებდა სამღვდელო ხარისხს და ცნობილია, რომ ძალიან არ უყვარდა დასჯა, ან იშვიათ შემთხვევაში უყვარდა შენიშვნა. თქვენ ვიყავით სასულიერო პირი, გებარათ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები და გაბარიათ, ვიცი რომ ბევრ ამას გავალებდათ, ხშირად გებარებდათ საპატრიარქოში. აი ამ ურთიერთობებში როგორი იყო? როგორც მღვდელთან და როგორც ხარისხი ყოფილა? ეს დღეები და ერთი საყვედურიც არ მახსენდა. განაიმიტომ რომ შეიძლება არ იმსახურებ, მაგრამ უწმინდესის პიროვნება თავის-თავში არ იტევდა აი ამ საყვედურს, იცოდა რომ რაღაცა დროის მერე ის ყველაფერი გამოსწორდებოდა. იცოდა რამ ძიმია სიყვარულით, მისი აი სხვა მიდგომა ქონდა აბსოლუტურად და იქიდან გამომდინარე ვფიქრობდი ამ დღეებში, მეთქი აი რაიმე ისეთი, მაგრამ არ გამახსენდა არც ერთი საყვედურის მსგავსიც კი მისგან. ეს ერთგვარად იყო თუ არა მისგან აი უსიტყო ქადაგება, რომ თავად მღვდლები როგორები უნდა იყვნენ სხვათან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს ანუ ამით ვცდილობთ მე ჩვენ სასულიერო პირები, რომ ჩვენც როგორც უწმინდესი გვექცეოდა ჩვენ და თითოეულ ადამიანს ჩვენც იგივე გავაკეთოთ. გვინდა რომ მივბაძოთ. შეიძლება არ გავუგდის, მაგრამ ძალიან გვინდა რომ მას ბაძავდეთ აი ამ ყველაფერში. თქვენ ბრძანეთ რომ მეტწილად რა თქმა უნდა განაპირობა მისი უწმინდესობის პიროვნებამ, მოღვაწეობამ, ღვაწლმა ხომ, მაინც რა მოხიბლად ყველაზე მეტად? რამ დაგაფიქრათ და რამ გადაგადგმევინეთ ეს ნაბიჯი? ხო, ყველაფერი ერთად, ხო ერთიანობაში მისი უწმინდესობა ამ ყველაფერს თავის-თავში იტევდა და იტევს და მრავალი საუკუნის განმავლობაში დაიტევს ამ ყველაფერს და აი მიფიქრია, როდესაც უნდაც მონასტერში მივდიოდი, ხო, განწყობა, რომ ადამიანმა რაც საბჭოთა დროს შეძლო, დევნის დროს. ეხლა ხო ბევრად ადვილია ამ ყველაფრის გაკეთება, რომ თუნდაც მონასტერში დარჩე და ბერობა გადაწყვიტო და მონაზვნურ გზას შეუდგე. ბევრად ადვილი იმ პერიოდში, ხო, თუნდაც რა უდიდესი განსხვავება ამ ყველაფერს შორის და ანუ ფაქტიურად აი მის დამიეს დამოკიდებულება, მისი ცხოვრების გზა თვითონ გაძლევს ამის შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი შეძლო ბევრად კარგ და იოლ დროს, როცა არც არავინ გდევნეს, არც ტაძარში წასვლა არის პრობლემა და პირიქით. აღსარება, ზიარება და ეს ყველაფერი საგაყვალული იყო. აბსოლუტურად.
მამა ივანე ცნობილია რომ მისი უწმინდესობა ესეთი ძალიან უყვარდა ესთეტურობა, სილამაზე, რაღაცა მორთო წესრიგი ეს ცნობილია და როცა დღესასწაულები მოდიოდა, ან სტუმრები ჩამოდიოდნენ, სამების ეს დეტალები თქვენ გევალებათ ორგანიზება, მათ შორის აქვე უნდა ითქვას რომ მე დაკრძალვის დღეებშიც, როგორც მათგან სამებაში იყო ერთ-ერთი თქვენც იყავით ჩართული სინოდის გაწყვეტილებით და კომისიის გაწყვეტილებით. აი თუ იყო ხოლმე ჩართული, თუ თვითონ გეუბნებოდა დავუშვათ, სად რა დავდგათ, როგორ მოვაწყო, თუ აქცევდა ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ ასეთი დეტალი არ ეპარებოდა და ძალიან აქცევდა ყურადღებას, ვიცი. ერთი გამახსენდა სანამ შემოვიდოდი, ესეთი სასწაულსაც შეიცავს ეს ყველაფერი, რომ შაბათი საღამოა, ან შეიძლება დღესასწაულის წინა საღამოა, მოხსენებათ ლოცვას ყოველთვის ატარებდა უწმინდესი და წირვასაც შესაბამისად და დამიძახა და ბაირაღები გვინდაო სადაც იქნება ღვთისმშობლის ხატი გამოსახულიო და მოწყალებისა კარი გამღე ეს ლოცვა იქნება დაწერილი ზედა ბაირაღი და 300 ცალიო უცებ უნდა გააჩინო შაბათი საღამოა ეს უნდა დაიბეჭდოს ჯერ აიწყოს დილას წირვაზე ჭირდება დილას წირვაზე უნდა იყოს 300 ცალი. გადავრეკე, მეთქი, რა გავაკეთოთ გიორგის დავურეკე, გირგლია სამსაქმესთან კავშირი ქონდა და ვიღაცებთან დაგვაკავშირებ. ღამე 10 საათზე გახსნეს ეს საბეჭდი ნაჭერზე სადაც იბეჭდება. დაბეჭდეს. სადღაც დილის 7 საათზე უკვე 300 ცალი ბაირაღი თავის შეკერილი და ყველაფრით მზად იყო, აი უწმინდესის კურთხევას და თხოვნას რამხელა ძალა ქონდა, რომ ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ დილით კვირას უკვე დავახვედრეთ 300 წელი. რა თქმა უნდა. აი ესეთი ის ქონდა. ჩართული იყო ხოლმე. აბსოლუტურად. კი, ყოველთვის. სადრავნა ყოფილიყო, როგორ მოწყობილიყო. რა თქმა უნდა, ყოველთვის. სცენარები ეზოში დედა თეკლასთან ერთად ყველაფერს უწმინდესი. აი აქ ვთქვათ, რადგან ახსენებ დედა თეკლა, ბევრმა შეიძლება არის ეს გარდა იმ შვენიერებისა, ტაძრისა, რაც არის მთავარი ცხადია. უკვე ძალიან ბევრი ამ გაკეთებული, ასევე პროექტში არის უამრავი რამე, სამების პროექტში ვიცით ხო ჩვენ. ვახსენოთ დედა თეკლას ეს სცენარები და კოლეჯი უამრავი რამე, რაც ხდება სამების ლავრაში, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, რომ ხვალს ქონდეს წარმოდგენა, თუნდაც მარტო სამების ლავრაში რამდენი თუნდაც ეს ზამთრის ბაღი რაც კადრებიც გადის და ეს საპატრიარქოს ეზოც ჩვენთან სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არის ეს კოლეჯი, მებაღეობა დეკორაციის და ეს ბავშვები, ახალგაზრდები, დიდების, ესე თან უვლიან ამ ყველაფერს, თან სწავლობენ ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ესთეტიურობასთან დაკავშირებით, თუნდაც სამების ტაძრის საკურთხევლის მოხატულობა რომ გავიხსენოთ, აი ძალიან ხშირად ამოდიოდა და პროექტორით ხდებოდა ხოლმე ზოგჯერ მინათება, როგორი შეიძლება ყოფილიყო მაცხოვარი და ძალიან უნდა თუნდაც სვეტიცხოვრის მაცხოვრის ესეთი მსგავსი ყოფილიყო და რა თქმა უნდა ხა ბატონი ამირანის ხატწერას შეუდარებელია და საოცრება არის ხო ჩვენი მაცხოვრის სამების საკათედრო ტაძრისაც. ყველას და ყველაფრის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს და ზრუნვას გამოხატა. ბატონი ამირანი ყოველთვის იხსენებდა ხოლმე რომ უწმინდესი ყოველთვის ეუბნებოდა როგორი ფერებით უნდა დაეხატა. მას მხატვრობა შესანიშნავად ეს უნდა ცხადია და ვიცით მისი ხატწერა. აი იმაზეც ვისაუბროთ სოციალურ ნაწილზე. თქვენ ეკონომიკურ შინაარსზე ფინანსები გავარიათ სამების ლავრის. რამდენად ხშირი იყო მისგან თხოვნა მიმართვა რომ დახმარებოდეს ხობს და მე ვიცი რომ ეს გრძელდება პარალელურად არსებობს ასევე სახლის სადაც უფასოდ აკვებავთ, მაგრამ აი ცალკე თუ იყო ამაზე საუბარი და რა დავალებები გაძლევოთ, რაც შეიძლება გაგვიმხილოთ. ტაძარში არის ის ყუთიც, რომელსაც გაჭირვებულებისთვის აწერია და რამოდენიმე ტაძარშია თბილისში და სტიქაროსნები კურირებენ ამ ყველაფერს და წლებია ეს ხდება. თავისთავად სატრაპეზოც რომელიც წლებია ფუნქციონირებს და ასობით ადამიანს კვებას ყოველდღურად და ტანსაცმელი, რომელსაც თელ თბილისს მოაქვს ეს ტანსაცმელები და ჩვენ ლამაზად ესეთ მოვლილად დაწყობილად მე ვისაც სურვილი აქვს ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ამას და უფასოდ მიაქვს ხოლმე ტანსაცმელი. ნუ კვების ხრივაც რამდენჯერ ყოფილა რომ უწმინდეს დიდი ტრაპეზი გაუშლია ან მოუთხოვიან რომ ესეთი გაეკეთებინე. ერთხელ მახსოვს დედა ელენესთან ერთად საპატრიარქოში იყო დედა, თანხამიცა თოვლი იყო და გაგუშვა ესეთ თაში. რომ ფქვილები და ისინი იქნებ ადამიანებს როგორ უჭირთო და დაგვერიგებინ. სხვადასხვა სიხარული იყო ხოლმე სტიქაროსნები, დიდღესასწაულებზე აუცილებლად ურიგებდა თანხას სტიქაროსნებს. კი, 10 ლარს ურიგებდა ხოლმე, შეიძლება 300-400 სტიქაროსანი ყოფილიყო ამ დღეს და ისე უხაროდათ
ხომ უწმინდესგან მოცემული ზოგი ყიდულობდა რაღაცას ანახავთ საჩუქრას პატრიარქის სახელზე ზოგი ინახავდა შეიძლება ზოგს შენახული ეთქვა უწმინდესი ბრძანებს რომ ლოცვა და მარხვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური არის სიყვარული და ის სიყვარული რომელსაც ეს გარშემომყოფებზე გაავრცელებ თავისთავად და ეს არის ჩვენი დავალებაც ასე ვთქვათ ხომ რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შევასრულოთ რომ გავცეთ ეს სიყვარული მზრუნველობა რომელზეც ახლა ვსაუბრობთ სწორედ და რომელიც შეიძლება ბევრიც არ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა მაყურებელმა და კიდევ ბევრი გამოჩნდება თავისთავად. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ის კი არა, რა საუბარს ადამიანი, თუ თავის საუბარს სიტყვით აღასრულებს და უწმინდესმა ეს ყველაფერი სიტყვით შეასრულა, სიყვარული სიტყვით და საქმით ერთად იქადა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმე უნდა მოყვეს სიტყვას და უწმინდესი ამის აი ცოცხალი მაგალითია ყველაფერში. მამა ივანე, რადგან ვახსენეთ რომ მზანდებით სამების ტაძრის გულსახური და ასევე ვთქვი რომ თქვენ ასე ვიყავით ჩართული ამ დაკრძალავი კომისიის ამ დღეებში როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნახეთ საოცრებო რაც მოხდა სამებაში თვითონ განცდა მქონდა მე რომ აი ამას არ ველოდით და რაღაც ვიკითხე კიდეც რომ ნეტო უწმინდეს თუ წარმოედგინე ეს რომ აი მანიცოდა რომ ხალხს უყვარდა მაგრამ ეს თუ წარმოედგინე მაგრამ მე ესეც ხელული სასწაული მგონია აი აქაც ერთი მხრივ ხალხი გაერთიანდა და მეორე მხრივ სოფლიოს აჩვენა როგორია ხალხი და მინიმუმ რამდენიმე დღე არავინ არაფერს ხოზე არ ლაპარაკობდა. საოცრება ხდებოდა ბევრმა დაწერა და მე შევესარი რომ მათ შორის სხვა რიგითი ადამიანები რაღაც საქმეზე რო რეკავდნენ, პირველი უსამძიმნებდნენ ყველა და მე იწყებოდა საუბარი. რაღაც მაღაზიაში შევედი უკვე დაგძალვის მეორე დღე იყო, გვიანი იყო. და რიგში ვდგავარ და მგონია რომ საუბრობს გამყიდველი და ესე იგი მოქალაქე პროდუქტი თურმე საუბრობენ უზიარებენ ერთმანეთს ამ ტკივილზე. ესეც საოცრება იყო. ეს დღეები რაც თქვენ იქ იხილეთ, 24 საათის განმავლობაში ტაძარში იყავით და აკონტროლობდით სიტუაციას. რა თუ წარმოგედგინათ და რა იყო თქვენთვის რას ნიშნავდა ეს? ესეთი მასშტაბურობა არ ახსოვს საქართველოს კი არა მსოფლიოს ეწერა სტატისტიკით რაც დაიდო არ მოხდა რა ეწერა რომ ინდოეთში ერთი ადამიანის გარდაცვალებაზე მივიდა 15 მილიონი მაგალითად და ეს იყო მოსახლეობის 3%-ით როგორც არის სადღაც რომის პაპზე სადღაც 7% და საქართველოს შემთხვევაში ის იყო 40% დაახლოებით თან თავარი არ ეწერა იქ არსად არ ყოფილა მე მგონი 24 საათი უწყვეტი პროცესი დანარჩენი ხა ამდენი ხალხი ემიგრაციაში ზოგმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა თორე ეს 40 გაცილებით მეტი იქნებოდა რა თქმა უნდა ეს და იმიტომ რომ ერისთვის მამა იყო და ნამდვილად მამა იყო და მამა რომ გარდაეცვლება ადამიანს საწაო თუ არა მასთან ახლოს რომ იყოს ამ ბოლო პერიოდში მით უფრო ბევრი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში და ჩვენმა მაყურებელმაც ნახა და მოისმინა და ეს არაერთხელ თქვენს კიდევაც უწმინდეს რომ უფლის შეწევნით და ხალხის სიყვარულმა შეაძლებინა ის რომ ეს პერიოდი ეს მძიმე ჯვარი ეტარებინა მის უწმინდესობას. რა თქმა უნდა ჩვენ თითოეული დილის ლოცვას აღამოს ყველა ლოცვაში უწმინდეს იხსენებდა მთელი ერი მისი ნათლულები ასევე პირიქითაც აი ჩვენთან წირვაზე უზარმაზარი მოსახსენებელი ყველა ნათლული იხსენიება პატრიარქის 50000-ზე მეტი ადამიანი მარტო ეს ბავშვები იხსენიებენ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ღმერთთან ერთად ცოცხლად მოქმედებს ადამიანებზე და ღვთის შეწევნით უწმინდესმაც დიდხანს იცოცხლა და აი სასწაული იყო ბოლო წლები თუნდაც ბოლო 10 წელი მისი სიცოცხლე ხო სასწაული იყო ხო ვიცით ეს მედიცინის კუთხით ეს შეუძლებელი იყო. იქიმები ძახდნენ რომ მედიცინით ვერ ახსნის ამას რანაირად შეიძლება ხდებოდეს და ფოტოშორის აი როცა იკითხებოდნენ მას არის ეს რამდენიმე ინტერვიუ რომ ის თავდაბლად ამბობდა რომ მე რაც გავაკეთე ეს იყო შუთხის ლოცვა ეს თავდაბლობაც იყო და სხვა შეხება ქონდა ამას ხო როცა ერთიანდებოდა ხალხი ლოცვით და მე მგონი ეხლა მოახდინა უწმინდესმა რომ თითქმის იმ საავადმყოფოში მიყვანიდან როცა გავრცელა ცუდად არის პატრიარქი დღემდე რაც სიონში ხდება მე გუშინ ვიყავი და ასე უწყოდ ნაკადი იყო გაერთიანა ლოცვით უყვალა ანუ ეს დღეები ყველა ლოცულობდა ყველა იყო ლოცვა და ეს ლოცვა ცხადია ერთის მხრივ შეიძლება პატრიარქს მაგრამ ის მადლი უბრუნდება ერს და ქვეყანას როცა ყველა შეღაღადებს ღმერთს ძალიან ბევრი ფსალმუნების ჯგუფი შეიქმნა როგორც ვიცი ბევრმა მომწერა რომ მართლა დავიწყე მოძღვართან მივედი და ისინი ფსალმუნებს კითხულობენ ყოველდღიურად რასაც შეიძლება ბევრი აქამდე არ აკეთებ და აი ამითაც კიდე უწმინდესი შეეწია ადამიანებს რომ ლოცვა დააწყებინა ვისაც შეიძლება ცოტა ეზარებოდა. ერთ იმას გავიხსენებ, რადგან თქვენ ახსენეთ შემოსვა გამემართლა და თქვენ შეგმოსა მორჩილით გავიდა და მესტიქრით უწმინდეს ერთად დაგვაყენა იმაში სამებოში. მანამდე მეცვას ტიქარი ოღონდ უშუალოდ პატრიარქმა მაკურთხა თავისთან და ერთხელ ლოცვიდან ჩამოვიდა სამებოში და იმ დღეს ჩავიცვი ის ტიქარი ჩემთვის ვიდექი და მეძახის და რაღაც დაგინახე თეთრი ანაფორა გეცვა. თეთრი ანაფორა გეცვა. და მე უწმინდესი იუმორიც ესეთი
შეუდარებელი ერთხელ საპატრიარქოში დავიძახა და რაღაც საქმეზე უნდა დავლაპარაკებოდა და უცებ მეკითხა შენ წვერს ვარ იღებაო. ერთი არადგენოციდესო ეგეც არაფერს არ ვაკეთე. ბავშვების მიმართ სიყვარული კიდევ ცალკე არის ხო ცალკე მოგონებათ არის აბსოლუტურად თავდაპირველად თუ როგორც დაიწყო უწმინდესმა და სიონის ეზოში შემოკრებილი ბავშვები მათთვის განკუთვნილი დღეები და დღემდე ასე გრძელდება. კი და ყველაფერს დაემატა მე 50,000-ზე მეტი ნათლული ხო და წირვაზე როდესაც მობრძანდებოდა ხოლმე ბოლო წლებში პედესტალებზე სვავდა ხოლმე ბავშვებს ირგვლივ სულ ბავშვებს აი მე ერთხელ ამბიონზეც აიყვანა წლების წინ და თხოვა რომ აი ნარკოტიკს არაზოს არ გაეკარათ ესეთი თხოვნა დაუბარა ბავშვებს რა. ვისაუბროთ პატრიარქზე როგორც აი საოცრად შეყვარებულზე ლოცვაზე და ღვთისმსახურებაზე. აი საკურთხეველში ბევრი გლოთავარი აღნიშნავს. აი თუ ხანდახან გეგონა რომ ჩუმოთ არის პატრიარქენ შეიძლება ისვენეთ ჩაძინებულია და ყველაფერი ესმის. რაღაცა შეეცლებოდა პირველი შეახსებოდა უწმინდეს. არ უყვარდა ძალიან მსახურების დროს იმერო ლაპარაკობდა. აი როგორი იყო მსახურების დროს? რა თქმა უნდა ეს იმიტომ რომ ღმერთი მისთვის ყველაზე დიდი და ყველაზე მთავარი იყო და თავისთავად ლოცვას მსახურებას ტიპიკონს რა თქმა უნდა დიდი ყურადღება ექცეოდა მამა დემეტრეც ჩვენი არქიდიაკონი ამ ყველაფერში ძალიან ეხმარებოდა და ერთიანობაში რა თქმა უნდა ეს იყო ტაძარში უწმინდესის ირგვლივ ეს ლოცვითი გარემო ყოველთვის გამშვენებული მსახურება უყვარდა ძალიან ხო აი მამა დემეტრი ახსენე დიაკვანს როგორ კითხულობდა გალობლების აუცარი გუნდი აი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რომ მსახურება უნდა ყოფილიყო ისეთი აი შვენიერი როგორც ეკადრება ღმერთს ხო და ხა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი 7 კაცეს ისეთი გუნდებია და სხვა გუნდებიც რა ეს ფაქტობრივად სოფლიოში გაითქვეს ამ გუნდებმა სახელი და პირველად უწმინდესთან იყვნენ ესენი და მე ამ ლოცვა კურთხევით ამ მადლით თელ სოფლიოში გაითქვეს სახელი და ჩვენ დიდი სიხარული და პატივია რომ ჩვენთან ტაძარში ესეთი გუნდები გავა. უმაღლესი დონის გუნდი თქვენ ბრძანეთ იმისი უწმინდესობის სიყვარული ღვთისმსახურებისადმი და ის რომ ის როცა მას შეეძლო არ ტოვებდა წირვა-ლოცვას და ასევე ბევრი აღნიშნავს ღვთისმსახურების მათ შორის ახალგაზრდა პირები რომ ჩვენი მიღლებოდით და უწმინდესი არ იღლებოდა და დაუღალავად შეეძლო ყოფილიყო მსახურება. რამდენიმე დღე მსახურებები გადამოლიყო 3, 4, 5 დღე, 6 დღეც ყოფილა მამა დემეტრეს უთქვამს რომ გადამულად ლოცვა წირვა, ლოცვა წირვა 6 დღე. რომელიღაც ვიზიტიდან ჩამობძანდა გამთენიეს. კვირა ემთხვეოდა და რაღაცა ვახტით აეროპორტში მობძანდნენ დილას რაღაც და საათი 7 საათია კვირა და გლოვთორები დაემშვიდობენ. ეფრე დავისვენთო და დიახ 9 საათზე წირვაზე. რანაირად ეხა ჩავდნენ მე წავალ და წავიდე და მე მიაბა წირვა. ხო ეს დაუღალავი იყო. ასე მახსოვს აი ნიკორ წმინდობა რო აღინიშნებოდა ეს რაღაც დიდი დღესასწაული იყო და ბრძანდებოდა იქ და უკვე ფიზიკურად დაუძლურებული იყო და გლოვთორებმა შესთავაზეს რომ თქვენ უწესობა ჩვენ ვწირავთო და თქვენ თუ გინდათო მე ამბძანითო. მე ჩამოვედი წმინდა ნიკოლოსთან და მე ვწირავ თქვენ თუ გინდა დაისვენეთ და თქვენ ამოდით მერეო. ხო, ნუ რაღაც განსაკუთრებული სიყვარული ქონდა ღვთისმსახურებისადმი და დაუღალავად შეეძლო ელოცა. დილით ადრიდან 6-დან 5-დან იწყებდა უკვე ამ ყველაფერზე სმუნვას და კი ბატონო. როგორ იყო სტიქაროსნებთან მიმართებაში? აი რასაც თქვენ უყურებდით სამებაში, აი მორჩილებთან, აი ღვთისმსახურება ხა ბევრი ამ დაფარულია რევლისთვის, ვინც არ დგას საკურთხეველში, ვისაც არ აქვს ამის კურთხება, ვინც არ ყოფილა იქ სხვა სამყაროა, სხვა გარემო აბსოლუტურად. როგორი იყო ეს დრო? ვიძახით რომ ძალიან არ უყვარდა შენიშნვის მიცემა, მაგრამ არც უწესრიგება არ უყვარდა ესე ვთქვა. ძალიან ყურადღებიანი იყო, წეგან თუნდაც არაფერი გამოიყარებოდა. თანხის დარიგება რომ თქვით, ხო, ასობით ადამიანს გახარება უყვარდა ყოველთვის. წეგან ისიც აღნიშნეთ, რომ არქიმანდრიტობა ერთი წლის მღვდელიც არ ვიყავი და არის კადრებიც, რომ უბრალოდ იმ დღეს ხარებას ვიღაც უნდა გაახარო და ესე ერთ-ერთი დედა ელენე იყო და მე რომელიც გაგვახარა და გითხრა რომ არქიმანდრიტობა მომცა ესე ანუ მის ეს მთელი ცხოვრების იდეა აზრი იყო რომ ადამიანებისთვის სარგებელი კი არ მარტო სარგებელი გახარებითი სარგებელი მიეცა რომ გაეხარები ხო მახარებლები იყავით ერთმანეთისო და აი თუ რომ ახსენეთ ეს გახარებაზე აი მე ბევრი სტიქაროსინისგან ბევრი სასულიერო პირისგან მომისმენია მათ შორის გვეყოლება პროტოდიაკონი ცოტა ხანში როცა სულ ინტერესდებოდა და ზრუნავდა თუ გაიგებდა რომ იმას ან უჭირდა ან ახალი გარდაცვლილი ყავდა ან სოციალურად შეჭირებული იყო აი ცალკეულ ადამიანებზე ყველაზე ზრუნავდა ქალბატონი ეთერ კაკულე მახსენდება ხოლმე ამ დროს ბოლო წლებში როდესაც ავად იყო
ლოცვის უკვე უწმინდესიც უკვე ასაკში იყო და ლოცვის მერე დაახლოებით 7-8 საათზე წავიდა და ისეთი корпуსი იყო, ლიფტი არ იყო და მეხუთე სართულზე ფეხით ავიდა და უკაკუნა და ეთერი სახში ხარ, ანუ ხალხიც მიყვა და მოინახულა იმ ბოლო პერიოდში გალბატონი ეთერი. ანუ ეს უბრალოდ ერთი ფაქტია, მაგრამ ასეთი ფაქტი კლინიკებში წასვლის, მონახულების, ადამიანების ათასობით ფაქტი არსებობს. კი, მე მახსოვს ერთხელ წირვის მერე თქვა, რომ წავიდეთო, ეხლა მოვინახულოთო ავატყოფები და წავედით გალბატონი გულიკო ჩაფიდეს კლინიკაში და რო შევედით გალბატონი გულიკო მთხრა რომ გურამ სახარაძე წევს ჟურნალობს თუ შევედით გურამთან შევედით გალბატონი გურამი წამოდგა და ჩემი პედაგოგი იყო და აძლევს კონვერტზე ხემების კონვერტ შეძლებს აქ წერილია მე წაიკითხავ რომ წავალ ნუ იდო ფული ცხადია შევიდო სათითაოდ მოინახულოს ყველა და ესე ძალიან ხშირად ქონდა რამდენიმე დღით ადრე ბატონი გურამ დოჩანაშვილიც რამ გარდაიცვლებოდა ხო რაღაც აღარ ჭამდა უკვე ის ბაღციხე იყო ხო და ტელეფონზე საუბრობ რომ გურამ უნდა გაძლიერდა ჭამე საჭმელი, მაგრამ აღარ შეეძლო ფიზიკურად და 2 დღეში თუ 3 დღეში გარდაიცვალა მაშინ. უწმინდეს ხომ ყოველს გვეუბნებოდა და ყოველს გვაბარებდა რომ თქვენს გარშემო მოიკითხეთ ყველა ვისაც მხარდაჭერა ჭირდება, აღადმყოფი ვინც იქნება, მინდით დაეხმარეთ, თავის ნათლულებსაც დაუბარა, რომ მიყავით მოწყალი სამარიტელნი და ვინც აქ არ ხართ, გადაეცით ჩემს ნათლულებს, ყველამ რომ შეასრულოს ეს ჩემი ლოცვა კურთხევა. ფაქტობრივად უწმინდეს ანდერძია მისი ყველა ქადაგება, რომ როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა ვაკეთოთ. კი ბატონო. აი თქვენთვის მამა იოანე, აი ესე რომ შევაჯამოთ დღევანდელი საუბარი, როგორც სასულიერო პირისთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, როგორც ამ ეკლესიის წევრისთვის, ვინ იყო პატრიარქი და აი რა დატოვა თქვენში, პირადად თქვენში პატრიარქმა. პატრიარქი მამა იყო, მამამთავარი იყო ჩვენი ქვეყნის და ხშირად გვესმოდა პარალელები ბიბლიურ მამამთავრებთან და სწორედ ესეთი მამამთავარი იყო როგორც აბრაამი, მოსე, ნებისმიერი ესეთი ბიბლიური, რომელმაც 40 კი არა, თითქმის 50 წელი ესე ატარა ერი ამ გაუკვალა უდაბნოებში, ხო უდაბნო ხომ მაინც და მაინც დაუსახლებელი ადგილი არ არის, სულიერი უდაბნო, რამდენი ბრძოლები, რამდენი ტკივილი გამოიარა ამ ყოველ თუნდაც კოვიდის დროს რაც იყო, რომ რამხელა წნეხი რამხელა ცილის წამებებით და რა გადაიარა მარტო თავის ხრებზე აიყო ეს ყველაფერი რომ წირვალოცვა არ შეწყვეტილიყო და ტაძრები არ დაკეტილიყო რაც სოფლიოში მარტო ჩვენთან მოხდა და იმიტომაც ხედავთ დღეს მე ამ კადრებს რომ მისმა ვაჟკაცობამ ეს ყველაფერი მოიტანა. კი ბატონო. ვაჟკაცობა ძალიან ისეთი თვისება ქონა, მას შეუპოვრობა და ესეთი უშიშრობა. მოხეული ხასიათი როცა ეკლესიას ეხებოდა ზოგს ეგონა რომ ეს იყო რაღაც პატივი. თუმცა აი ერთი რიგით სასულიერო პირს რო ვკითხოთ რამხელა პასუხისმგებლობა მღვდლობა რა შეიძლება იყოს პატრიარქობა და რა ვრცელდება ამ კადრები როცა 54 წელი შეუსრულა მაშინ ამბობს რომ 54 წელი პატრიარქობისა იყოს 54 წელი წამებისა ჯვარცმისა და ის არის საოცრება პატრიარქის შემთხვევაში რომ მიუხედავად მისი ასაკისა მისი ძალიან ძიმე უძურებისა მე მგონი აღარ დარჩა დაავადება რაც არ ჭირდა აი ბოლო ამოსუთქვამდე ამ ჯვარზე არ თქვა უარი და ეს ჯვრის წამება აიღო თავის თავზე და ეხა გვაქვს რაღაც ერთგვარი ნუგეშიც იმიტომ რომ ყავს ეციური მფარველი და მე მგონი რომ ჩვენ აწიგველოდება პატრიარქის კიდე სხვა სიყვარულის გადმოსვლა ჩვენზე უკვე ღმერთთანყოფი პატრიარქისა მადლობა მამა იოანე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური არქიმანდრიტი იოანე ჭედლიშვილი გვესაუბრებოდა ცხადია ვიხსენებდით პატრიარქს